მოგესალმებით. მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ვინც მესტუმრება პატივს დამდებს, ვინც არ მოვა, მას სიამოვნებს. ციტატის ავტორია მე-18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი ლუკ დე კლაპიე-ვოვენარგი. სანამ თავარი ამბის თხრობას გავაგრძელებ, მანამ ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. დღეს წინა გადაცემის თემას ვაგრძელებ და ისევ გიამბობთ მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის შესახებ, რომლის საერო სახელია ანდრეი ბლუმი. შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარქოსი იყო, ლონდონში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა 2003 წელს. 1973 წელს 59 წლის ასაკში მიტროპოლიტმა ძალიან ვრცლად უპასუხა კითხვებს თავისი ბავშვობისა და სიხმაწვილის წლების შესახებ. ეს ინტერვიუ პირველად ჩაწერიდან თითქმის 20 წლის შემდეგ 1991 წელს გამოქვეყნდა. გუშინ თხრობა იმით დავასრულე, რომ პატარა ანდრეი დედასთან და ბებიასთან ერთად ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ თეირანიდან პარიზში ჩავიდა. მაგრამ ოჯახს არანაირი საარსებო სახსარი არ გააჩნდა. ანდრეი ბლუმის დედა იყო ძალიან მამაცი და ენერგიული ქალი. ცხენს აჭენებდა, ტახზე და ვეფხვზე სანადირო დადიოდა, ჩოგბურთშესანიშნავად თამაშობდა, ენები იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ემიგრანტული ცხოვრებისთვის საერთოდ მზად არ იყო. სამუშაოს ძებნაში ოჯახმა ვენაში გადაინაცვლა და იქ 7 წლის ასაკში ანდრეი ბლუმი მიიყვანეს სკოლაში, რაც მას სრულებით არ მოეწონა. საერთოდ არ ესმოდა, რისთვის სჭირდებოდა სკოლა ან სხვა რამ, როცა შეეძლო სიამოვნებით ესმინა საათობით ბებია როგორ უკითხავდა საინტერესო წიგნებს. ერთხელ ვენის ზოოპარკში წაიყვანეს და როგორც თვითონ ამბობს, მისდა საუბედუროდ მეორე დღეს სკოლაში ბავშვებს დააწერინეს თხზულება თემაზე ვინ გინდა რომ გამოხვიდე. აღმოჩნდა, რომ ავსტრიელი ბავშვების ნაწილს ინჟინრობა უნდოდა, ნაწილს ექიმობა უნდოდა და ანდრეიმ კი წინა დღის ნანახით შთაგონებულმა დაწერა, რომ მას უნდოდა მაიმუნი გამოსულიყო. და თან როგორც თვითონ ამბობს და როგორც თვითონ ქონდა განცდა, ძალიან ლამაზი მაიმუნი დახატა იქვე თხზულების ბოლოს. მეორე დღეს სკოლაშიო იმ განცდით მივდიოდი, რომ აი ამ ჩემ შემოქმედებით უნარებს დამიფასებდნო და მართლაც რომ მივედი, მასწავლებელმა კლასს უთხრა, რომ ერთი განსაკუთრებული ნაშრომი მივიღეო და შემდეგ ანდრეის მიმართა, აბა ადექი ფეხსეო. და იქვე მიაყოლა, როგორც თვითონ ამბობს. პირდაპირ ჩანს, რომ რუსი ბარბაროსი ხარ, ველური, მეტი ვერაფერი მოიფიქრე, რომ ისევ ბუნების წიაღში დაბრუნება არ გენატრა. აი ეს მოხდა ვენის სკოლაში, როცა ანდრეი ბლუმი 7 წლის იყო. ამ ამბის მოყოლის შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება მიტროპოლიტს, რამდენ ენას ფლობდა ბავშვობაში და მიტროპოლიტი პასუხობს, რომ პატარა ასაკიდან უხდებოდა რუსულად და ფრანგულად ლაპარაკი, იმიტომ რომ მამას ელაპარაკებოდა რუსულად, ბებიას ელაპარაკებოდა ფრანგულად. ასევე ბავშვობიდან იცოდა გერმანული და რა თქმა უნდა თავისუფლად ლაპარაკობდა სპარსულად, იმიტომ რომ რამდენიმე წელიწადი სპარსეთში გაატარა. თუმცა სპარსეთიდან წამოსვლის შემდეგ ეს ენა მალე გადაავიწყდა. მაგრამ საინტერესო ისტორიას ყვება მიტროპოლიტი იმ წლების შესახებ, როცა მოგვიანებით ის პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში სკოლა-ინტერნატში ცხოვრობდა და სწავლობდა. სიზმარში და ძილში სულ სპარსულად ვლაპარაკობდიო, მაგრამ რომ გავიღვიძებდი ერთი სიტყვა სპარსული აღარ მახსოვდაო. მოგვიანებით ანდრეი ბლუმი დაეუფლა ესპანურ, იტალიურ და ჰოლანდიურ ენებს. ჟურნალისტის შემდეგ კითხვაზე პასუხი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. კითხა ჟურნალისტმა, რომ როცა პატარა იყავით, რამე მოვალეობები თუ გქონდათო. მიტროპოლიტი პასუხობს, თუ რამეს მთხოვდნენ, ყოველთვის გონიერების ფარგლებში. არ მქონია განცდა, რომ იმიტომ მთხოვენ რაღაცას, რა კი თვითონ უფროსები იყვნენ, მე ბავშვი ვიყავი და ჩემი დაჩაგვრა შეეძლოთ. მეორე მხრივ, თუ პირობა იყო დათქმული, ეს უსიკვდილოდ უნდა შესრულებულიყო.
და იხსენებს ამბავს, რომელიც იმდენად პატარას შეემთხვა, რომ თვითონ აღარ ახსოვდა და დედის მონაყოლით იცოდა, რომ ერთხელ დედამ რაღაც დაავალა, ბავშვმა არ შეუსრულა, დედამ უკან არ დაიხია და ბავშვმა დაიწყო ტირილი, გააწვა ხალიჩაზე და 2 საათის განმავლობაში გაბმულად ტიროდა. დედა იჯდა გვერდით, შვიდად და წიგნს კითხულობდა. ძიძა ნერვიულად მიდიოდა, მოდიოდა, შედიოდა, გადიოდა და ბოლოს დედამ დაითხოვა, უთხრა რომ თუ შეიძლება დაგვტოვეთო. და აი ასე 2 საათის განმავლობაში ბავშვი ტირის არ ჩერდება, დედამ შვიდად კითხულობს. ბოლოს როგორც იქნა, შეწყვიტა ტირილი, არ ვიცი დაიღალა ალბათ და დედა ეკითხება, დაასრულე? ეხლა ადექი და გააკეთე ის, რისი გაკეთებაც გევალებოდა. ოჯახში აღზრდის პრინციპი ის იყო, რომ პატარა ანდრეი უნდა გაზრდილიყო სიმართლის მოყვარული და პატიოსანი ადამიანი და ამბობს, რომ არასდროს არ მაძლევდნენ ტყუილის თქმის მიზეზს. არასდროს იმდენად მკაცრად არ მეკცოდნენ, რომ რამე დამემალა და თუ დამსჯიდნენ, ყოველთვის ვიცოდი რატომ სჯიდნენ და რა აზრი იდო აი ამ სასჯელში. ჯერ კიდევ თეირანში პატარა ასაკში მიაჩვიეს, რომ გარემო თავის ირგვლივ თვითონ უნდა მოეწესრიგებინა. წარმოიდგინეთ 6 წლის იყო უკვე თეირანიდან რო წამოვიდა და ესე იგი მანამდელ ამბავს ყვება, რომ ოთახს თვითონ ასუფთავებდა თავის ოთახს, საწოლს თვითონ ალაგებდა. რა თქმა უნდა, პარკში სათამაშოდ არ გაუშვებდნენ, სანამ თავის ოთახში ყველა სათამაშოს არ ალაგებდა და იქაურობას ბოლომდე არ მოაწესრიგებდა, ხოლო როცა სახლის საქმეს ვაკეთებდით, ეს იყო შეთანხმება, რომ ყველას ერთად უნდა გვეკეთებინა, წესი იყო ეს ოჯახშიო. ოღონდ ისე არ იყო, რომ თქვით, რომ ერთად გავაკეთეთ და ერთი აკეთებს და მეორე უყურებს. არა, როცა ერთად უმუშავდით, მართლა ყველა ერთად ვაკეთებდით საქმეს და ეს იყო ნორმა. იმის მიუხედავად, რომ ანდრეის დედა ფლობდა გერმანულს, ინგლისურს, ფრანგულს და რუსულს, ვენაში მან სამსახური ვერ მოძებნა და ოჯახი ისევ დაბრუნდა პარიზში. მაგრამ საქმე ის იყო, რომ დედა და ბებიაც ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, არ ქონდათ არანაირი თავშესაფარი იმისთვის, რომ ერთად ყოფილიყვნენ. და ანდრეი კიდევ მიაბარეს სკოლა-ინტერნატში, ყველაზე იაფფასიანში, რომელიც პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობდა და თალაც ისეთი უბანი იყო, რომ დაბინდებულზეო პოლიციაც კი ვერ ბედავდა შემოსვლა, იმიტომ რომ ადამიანებს პირდაპირ დანითუ სწორდებოდნენ. სკოლის მოსწავლებიც ამავეობნიდან იყვნენ და როგორც მიტროპოლიტი ამბობს, მან თავისი ცხოვრების უმძიმესი წლები აი ამ სკოლა-ინტერნატში გაატარა. რა თქმა უნდა, მუშტით ჩხუბი არ იცოდა და არც ის გამოცდილება ჰქონდა, როგორია, როცა დაუნდობლად გირტყამდნენ და არა და ნამდვილად დაუნდობლად ცემდნენ. იქ ნორმა იყო, რომ ახლებს 1 წლის განმავლობაში ცემდნენ, სანამ ისინი თავის დაცვას არ ისწავლიდნენ. ასეც მომხდარა, რომ ნაცემი ბავშვი საავადმყოფოში მასწავლებლის თვალწინ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას არაფერი არ მოყოლია. და მიტროპოლიტი ყვება, რომ ერთხელო მეც მივვარდი მასწავლებელსო, მეგონა დამიცავდაო და მან ესე ფეხით მომიშორაო და მითხრაო კბილებში გამოსცრაო, ნუ წუწუნებ. ღამით ტუალეტში გასვლა არ შეიძლებოდა, ეკრძალებოდათ ბავშვებს, იმიტომ რომ ზედამხედველს ეძინა და მისი გაღვიძება და მისი შეწუხება არ შეიძლებოდა. თუ მაინც ვინმე გაბედავდა და გაიპარებოდა ტუალეტში და თუ ამ დროს მეთმან უკნას და გამოეღვიძებოდა ამ ზედამხედველს, ძალიან მაგრად ცემდა ამ ბავშვს და ამიტომ ყველა ერიდებოდა მათ გაღვიძებას. მიტროპოლიტი ამბობს, ციტატა: მირტყეს, მაგრამ ვერ მომკლეს. თავიდან მივეჩვიე, რომ ცემა უნდა მომეთმინა. შემდეგ ვისწავლე თავი როგორ დამეცვა. თუმცა არასდროს ცხოვრებაში იმდენი შიში და ტკივილი არ გადამიტანია, არც ფიზიკური, არც სულიერი, როგორც იმ წლებში. ციტატის დასასრული. საქმე ის იყო, რომ ანდრეი ბებოს და დედას არაფერს არ უყვებოდა სკოლის წლების შესახებ და სკოლის შესახებ, მაშინ როცა ჯერ კიდევ 8-9 წლის იყო და იმ სკოლაში სწავლობდა.
იმიტომ რომ იცოდა რომ სხვა გამოსავალი ოჯახს არ ქონდა, მაინც არაფერი არ ეშველებოდა ამ საქმეს და სანამ ოჯახის ცხოვრება არ შეიცვლებოდა, მას იმ სკოლაში უნდა ევლოდა, იქ უნდა ეცხოვრა და სკოლის ამბები ოჯახს მოუყვა უკვე მრავალი ათწლეულის შემდეგ, როდესაც თვითონ იყო 45 წლის და ამ გარდასულ ამბებს თითქოს ესეთი მნიშვნელობა აღარ ქონდა. ოღონდ ამ სკოლის დატოვებიდან ლამის 50 წლის შემდეგ მიტროპოლიტი მგზავრობდა მეტროთი და იმ ხაზზე მოხვდა, სადაც ის მისი ძველი სკოლა იყო და წიგნს კითხულობდიო და რაღაც მომენტში უცებ თავი ავწიეო და დაინახა დასახელება მეტროს იმ სადგურის, რომელიც იყო მისი სკოლის სადგურის ერთ-ერთი წინა სადგური და აი ეს დასახელება რომ დავინახეო, იქვე გონება დაკარგა. და ამბობდა რომ ცხოვრებაში ამტანობა ნამდვილად გამოვიმუშავე, მაგრამ იმ სადგურის დანახვამ როგორც ჩანს გულის გულში დამარტყაო. აი ესე ღრმად აღიბეჭდა ბავშვზე ის წესი ცხოვრების, რაც მან გაატარა სკოლაში და რა განცდებიც იქ მიიღო. ახლა ციტატას წაგიკითხავთ. ფიზიკური ამტანობის გარდა იმ სკოლაში ვისწავლე 3 რამ, რისგან გადაჩევასაც მრავალი წელი დასჭირდა. პირველი ის იყო, რომ თითოეული ადამიანი ნებისმიერი სქესის და ასაკის დაბადებიდან შენი მტერი და შენთვის საფრთხეა. მეორე, თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაირჩენ, თუ ქვასავით უგრძნობი იქნები. და მესამე, უნდა იცხოვრო ისე, როგორც მხეცები ცხოვრობენ ჯუნგლებში. მრავალი წელი დასჭირდა ჩემში ამ განცდის ამოძირკვას, რომ ფაქტობრივად მკვდარი უნდა იყო თუ გინდა გადარჩე. ციტატის დასასრული. ამ სკოლაში ანდრეი ბლუმი 3 წლის განმავლობაში სწავლობდა. მერე როგორც იქნა დედამ სამსახური იშოვა და ეს იმას ნიშნავდა, რომ ოჯახიც ერთად დასახლდა და ანდრეი სხვა სკოლაში გადაიყვანეს, რომელიც 64 ჩვენებოდა იმ ძველი სკოლის ფონზე და სწავლა მაინც ვერ შეიყვარა. ერთადერთი საგანი, რომელმაც გაიტაცა იყო ლათინური, ამავე პერიოდში არქიტექტურით იყო გატაცებული და ამას შემდეგ თვითონ ასეხსნიდა, რომ ლათინურს და არქიტექტურას ერთი დიდი რამ აქვს საერთო, რომ ორივე მკაცრ წესებს ეფუძნებაო. ახალ სკოლაში მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი მისი ცხოვრებისთვის. ბავშვი მოხდა რუსულ სკაუტურ ორგანიზაციაში. ჯერ ერთ ორგანიზაციაში, შემდეგ ეს ორგანიზაცია დაიშალა და მეორეში. ორივე ძალიან მოწონდა, განსაკუთრებით მეორე, მაგრამ მეგობარი არ ყავდა არც სკოლაში და არც ამ სკაუტურ ორგანიზაციაში. თავის ოთახში გამოიკეტებოდა ხოლმე და მარტო ყოფნას სიამოვნებდა, რაც აბსოლუტურად გასაგები არის და ლოგიკურია იმ ბავშვისთვის, რომელმაც ის უმძიმესი 3 წელი გადაიარა, რომელზეც მან თვითონ გვიამბო. და ოთახში ქონდა გაკრული ვოვენარგისის ფრაზა, რომელიც დღეს მე გამოვიტანე და ავირჩიე ჩემი აი ამ პოდკასტის ციტატად. ვინც მესტუმრება პატივს დამდებს, ვინც არ მოვა მას სიამოვნებს. ერთადერთხელ მოხდა 4-კლასელი ბიჭი დაუპატიჟე და რო შემოვიდა ჩემ ოთახში და ეს წარწერა წაიკითხა, მაშინვე მიბრუნდა და წავიდაო. რუსულ სკაუტურ ორგანიზაციაში ანდრეი ბლუმს და სხვა ბავშვებს აცნობდნენ რუსულ კულტურას და რუსულ ცნობიერებას უნერგავდნენ. ზაფხულის მკაცრი ბანაკები, კარავში ცხოვრება, კოცონის დანთება მისთვის გახდა ჩვეულებრივი ამბავი, ცხოვრების ორგანული წესი. ბავშვებს 10-11 წლის ასაკიდან უკვე სამხედრო საქმეს ასწავლიდნენ, ფიზიკურად ავარჯიშებდნენ იმისთვის, რომ ოდესმე რუსეთში დაბრუნებულიყვნენ და თავის სამშობლოსთვის დაებრუნებინათ ყველაფერი, რაც ევროპაში ისწავლეს. მეორე ახალგაზრდული ბანაკი, რომელშიც ანდრეი ბლუმი 1927 წელს მოხვდა, ესე იგი 13 წლის იყო მაშინ, რუსული სტუდენტური ქრისტიანული მოძრაობის მიერ იყო ჩამოყალიბებული. ეს ორგანიზაცია ორი ნიშნით გამოირჩეოდაო. პირველი ის არის, რომ კულტურული დონე ჰქონდა ბევრად მაღალი ვიდრე პირველ ორგანიზაციას და მეორე ბანაკს ყავდა მოძღვარი და ჰქონდა თავისი ეკლესია.
ანდრეი ბლუმი იყო ძალიან ანტიეკლესიურად განწყობილი ბავშვი, არ ჯეროდა რა თქმა უნდა ღმერთის არსებობს და ეკლესია რაღაცა იმამნე ორგანიზაციად მიაჩნდა, მაგრამ მათ ბანაკში ყავდათ მღვდელი. ასე 30 წლის იქნებოდაო და ბავშვებს ბებერი გვეგონაო, იმიტომ რომ გრძელი წვერი ქონდა, გრძელი თმა ქონდა, მაგრამ როგორც ამბობს მიტროპოლიტი, ერთი აუხსნელი თვისებით გამოირჩეოდა. ყველა ბავშვი უყვარდა. თითქოს სიყვარული გულში აღარ ეტეოდა და აქეთ-იქით იღვრებოდა. ანტონ სურაჟელი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ვიცოდიო, რომ დედას უყვარვარ, მამას უყვარვარ, ბებიას უყვარვარ, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე ამ უცხო კაცს რატო უნდა ვუყარებოდიო და მარტო მე კი არა, რატო უნდა ყარებოდა სხვა უცხო ბავშვები, აი ეს ვერაფრით ვერ ამეხსნაო. ვერც ჩემი სიყვარული და ვერც სხვა ბავშვების სიყვარული და ამ კითხვამ, როგორც მიტროპოლიტი ამბობს, მის თავში დიდი უპასუხო კითხვის ნიშანი გააჩინა. აი ამ კითხვის ნიშნით მინდა რომ დღეს დავასრულოთ ხრობა მიტროპოლიტ ანტონ სურაჟელის შესახებ, მაგრამ ის კი მინდა ბოლოს თქვა, რომ დღევანდელი ციტატა ზუსტად ასახავს ანდრეი ბლუმის ხასიათს, როცა ის იყო ნატანჯი და საკუთარ თავში გამოკეტილი ბავშვი, როცა მას არავინ აღარ უნდოდა და უნდოდა მარტო ყოფნა აი ამ ჩაკეტილ ოთახში. მაგრამ როგორ გადაიქცა ეს ადამიანის და ღმერთის უარმყოფი ბავშვი იმ სასულიერო პირად, რომელსაც მართლა თვითონაც ყველა უყვარდა და ისიც ყველას უყვარდა და რომელმაც აი თანამედროვე მართლმადიდებელი სამყაროს სულიერებაზე ძალიან ღრმა კვალი დატოვა, როგორ მოხდა ეს ამბავი, ეს სასწაული როგორ მოხდა, აი მის შესახებ გიამბობთ ხვალინდელ გადაცემაში. ახლა კი გადაცემის ბოლოს კიდევ გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი. ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. ეს რაღაც მექანიკურ ფრაზასავით იქცა, რომ ყოველ გადაცემის თავში და ბოლოში გთხოვთ, რომ ჩემი არხი გამოიწეროთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არანაირი მექანიკური ფრაზა არ არის. თითოეული ადამიანი, რომელსაც YouTube-ზე აქვს თავისი პროექტი, თხოვს მაყურებელს, რომ გამოიწერონ მისი არხი, იყვნენ მასთან ახლოს, მოწერონ თავისი აზრი, დასვან კითხვები და მე მართლა მთელი გულით მინდა, რომ თქვენთან ვიყო ახლოს და მინდა, რომ თქვენც ჩემთან იყოთ ახლოს და ამიტომ გულწრფელად გთხოვთ, რომ ჩემი არხი გამოიწეროთ და ასევე გულწრფელად ძალიან მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩემთან ერთად ხართ და ვინც აი ამ ჩემი არხის განვითარებაში მე მეხმარებით. ეხლა ხვალამდე გემშვიდობებით, მადლობა.